ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს დაეთმო. საკრებულოზე ახალი ფრაქცია ოზურგეთი ჩემი ქალაქია შექმნის შესახებ გაჟღერდა ინფორმაცია. ფრაქცია 3 დეპუტატი, ნანული ორაგველიძე, ნინო ტაბატაძე და ირინა საჯაი აქმნის. მნიშვნელოვანი საკითხი გახდათ ყოფილი საავადმყოფო შენობაში თვითნებურად შესახლებული მოქალაქეების აღრიცხვის, შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემისა და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცება. ხდომაზე ასევე ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების, არასამეწარმეო იურიდიული პირების ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ იმსჯელეს. ამ უკანასკნელს დეპუტატებს შორის დისკუსია მოჰყვა. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამ ორი IP-ის შერწყმა ეფექტური არ იქნებოდა. საბოლოოდ ხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6-ვე საკითხი დამტკიცდა. ქალაქში რეგისტრირებულ უსახლკაროებს გაუკეთდებათ შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილი საცხოვრებელი ფართი, რომელიც დაუკანონდებათ მათ. ანუ მერის საკუთრება იქნება, მაგრამ ვინც არის ბაზაში მოხვედრილი, ყველა მიიღებს საცხოვრებელს ნორმალურ პირობებს. რაც შეეხება ბოლო საკითხს IP-ების გაერთიანებას, მერია მითხოვა რეორგანიზაციის დასაწყებად თანხმობა. როგორ დასრულდება, რა შედეგით დასრულდება რეორგანიზაცია, ამას მუშაობის პროცესში დავინახოთ ყველაფერს და თუ დარჩა ეფექტურად გამოკვეთილი, რომ ეს ორი IP-ის გაერთიანება აუცილებელია, მაშინ გაერთიანება.